მშვიდობა არაა საჩუქარი, იგი არის პასუხისმგებლობა. მაშინ, როდესაც ოპოზიცია თავის შიდა თუ გარეთ დამქაშებთან ერთად ქვეყანას ურსკულისკენ ეწევა, ჩვენ პასუხისგებლიანად გავაგრძელებთ ქვეყნის განვითარებას და მოსახლეობაზე ზრუნვას. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გლობალურ პოლიტიკაში არსებულ ცვლილებებსა და გამოწვევებზე საუბრობს და ამბობს, რომ აქ პოლიტიკური შარლატანების ადგილი არ არის. ლევან მახაშვილის თქმით, ამ პროცესში ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი იარაღი დიპლომატია. სოფლიო იცვლება და იცვლება ერთი შეხედვის ბევრისთვის წარმოუდგენლად, მიუღებლად, ამორალურად, თუმცა ასეთი დაუნდობელია გლობალური პოლიტიკა. მასში არაა პოლიტიკური შარლატანების ადგილი. ერთი გაუცვლელი ნაბიჯი და ისე გაქრება სახელმწიფო დედამიწის ზურგიდან, რომ შეშფოთებასაც არავინ გამოხატავს. დიპლომატია ჩვენი ერთადერთი იარაღია საგარეო ასპარეზზე, ამიტომ დიახ, მაშინ როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ელჩების დანიშვნაზე უარით სახელმწიფოს ამ ერთადერთი იარაღის დაგდებას აიძულებდა, ჩვენ სასწრაფოდ უნდა გამოვასწოროთ ეს შეცდომა და ქართულ დიპლომატებს მივცეთ საქართველოს ინტერესების ეფექტიანად დაცვის შესაძლებლობა. არსებობენ ძალები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ქაოსში ჩაითრიონ. ამით იმედმოცემული ოპოზიცია მზად არის გაწიროს ყველაფერი, ოღონდ ძალაუფლება ხელში ჩაიგდოს. პარლამენტში არ მყოფ ოპოზიციას დღეს პარლამენტიდან მიმართეს თქვეს, რომ 4-ვე ოპოზიციური ძალა ერთი კოლექტიური ნაცმოძრაობაა, რომელიც მორიგი მარცხის შიშით თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გაურბის. თქვენ ერთად ხეთხართ და თათბირობთ ერთი მაგიდის გარშემო. ერთად მოითხოვდით სანქციების დაწესებას რუსეთისთვის. ერთად მოგვიწოდებდით მებრძოლი მოხალისეების უკრაინაში გაგზავნას მთავრობის ოფიციალური თანხმობით. ერთად გვიშლიდით ხელს კანდიდატის სტატუსის აღებაში. ერთად ატყუებთ თქვენს ამომრჩეველს არჩევნების გაყალბებას. ერთად იმართებით ქვეყნის გარედან. აი სწორედ მაგიტომ ერიდებით თქვენ რომ მონაწილეობა მიიღოთ თვითმმართველობის არჩევნებში, იმიტომ რომ იცით რომ სრულიად ლუსტრირებულები ხართ და ზუსტად იცით რომ ქართული ოცნება გამანადგურებლად დაგამარცხებს 64-ვე მუნიციპალიტეტში. გაიხსენეს ევროპარლამენტის მიერ მიღებული 6 უსამართლო რეზოლუცია და აღნიშნეს ჩეხეთის პარლამენტის მიერ მიღებულიც. ჩეხური რეზოლუცია საქართველოში ახალი არჩევნების დანიშვნას და ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს, რაც მმართველი გუნდის შეფასებით მორიგი უსამართლო დოკუმენტია. ითხოვენ უაპელაციოდ ახალი არჩევნების ჩანიშვნას და ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრების განთავისუფლებას. მოვითხოვეთ განმარტება, რომ რა საფუძველზე იყო ეს რეზოლუცია შექმნილი და მიღებული. საელჩო გვეუბნება, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში ჩეხეთში მინდა ხაზგასმით აღვნიშნო. თურმე დიპლომატიური მისია აქ საქართველოში არ წარმოადგენს პარლამენტს ჩეხეთისას. დღეს ევროკავშირიდან გვესაუბრებიან ფაშიზმით, ევროკავშირის სახელით ფაშიზმი. ქართული ოცნებისთვის გაუგებარია, რატომ არ ეხება საპარლამენტო რესპუბლიკის დიპლომატიურ წარმომადგენლობას მისივე პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია. მმართველმა გუნდმა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა დარბას მიღმაც დაგმა. უფრო მიღმა მყოფებმა კი ისევ ახალი არჩევნები მოითხოვეს. ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს, არ იქნება არჩევნები. არ იქნება მშვიდობა. მოძახილია ეს ამ პოროტების უსყრუნიდან, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არის შექმნილი და რომელშიც ეკაჩებიან ქვეყანას, რომ როგორმე გადააგდონ. რეალობაში ხომ სხვა რამე ხდება, ფაქტია, რომ დაპირისპირება მიმდინარეობს, ფართო ფრონტია გაშლილი გლობალური ომის პარტიას, Deep State-სა და ახალ დღის წესრიგს შორის, რომელსაც წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია. პალატინა ბურსხლის ფასადაც კი არ აღერს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ისეთი ჩანაწერებს ხვდებით, როგორც არის არჩევნებში ჩარევა თუ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებული ჩანაწერები. ჩვენი გუნდის ლიდერები არაერთხელ აცხადებდნენ, რომ განსაკუთრებული შეტევა და განსაკუთრებული ძალისხმევა Deep State-ის მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის კუთხით გაძლიერდებოდა ევროპული ქვეყნებიდან. ეს არის კლასიკური შემთხვევა ამ ყველაფრისა. ისეთ უხერხულობასაც კი ვახდებით, როდესაც ქვეყნის დიპლომატია აცხადებს, რომ პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ის გადაწყვეტილება მას არ ეხება, მაშინ როდესაც არის მიღებული დავალება და დავალება უნდა შესრულდეს, რომ როგორმე ზეწოლა განხორციელდეს საქართველოს და ქართულ ხალხს. მმართველი გუნდის თქმით, ჩეხური რეზოლუცია Deep State-ის მორიგი მცდელობაა ქვეყანაში ქაოსი და არეულობა გამოიწვიოს, თუმცა ქართული ოცნების განცხადებითვე ომის მსურველებს ეს არ გამოუვათ.